გვექნება დამოუკიდებელი სივრცე, რომელსაც დღეს წელს წარმოვადგენთ სახელით, სადაც სინათლეა, სივრცეს, რომელშიც მოხვალთ და დახვდებათ სინათლე. ამ შინაარსით ეს სივრცე მოიცავს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს, რომელშიც ჩვენი მთავარი მიზანი არის მედია შევახვედროთ ადამიანებს, ეს იყოს კავშირის დამყარების ადგილი, სადაც სხვადასხვა ფორმით შესაძლებლობა იქნება ერთის მხრივ მოусმინოთ ადამიანებს, კითხველებს, მსმენელებს და მხარდამჭერებს, ვინც სინათლე მედიის დიდ წრეში არიან ჩართულები და მეორეს მხრივ მათ ჰქონდათ შესაძლებლობა პირადად შეხვდნენ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ქმნიან ამ მედიებს. რამდენიმე მნიშვნელოვანი აღონიზება გვაქვს დაგეგმილი. პირველი და ასევე კარგი გამოცდილებით, რაც აქამდე გქონდა 2025 წლის ნოემბერში გამართულ ბაზრობაზე, იცით, რომ ესეთი უპრეცედენტო მხარდაჭერა იყო სინათლე მედიისთვის გამომცემლობების, რასაც გვექნება სინათლის კატალოგი, სია, რომელშიც იქნება წიგნები თითოეული გამომცემლობიდან და ამ წიგნების შეძენის შემთხვევაში სინათლე მედიას დაეხმარებიან, ასე ვთქვათ, გამომცემლობასთან ერთად ადამიანები, მაგრამ მეორეს მხრივ ადგილზე ჩვენივე სივრცეში რამდენიმე ღონისძიება გვაქვს ისეთი, სადაც ერთის მხრივ წარვადგენთ ჟურნალისტების დაწერილ წიგნებს და ჟურნალისტებივე წარადგენენ, ამ მხრივ იქნება ეს საინტერესო და შესაძლებლობა იქნება, რომ მათთან ერთად ისაუბრონ სტუმრებმა ამ თემებზე. გვექნება ინტერაქციული თამაშები, რომელიც დეზინფორმაციას და ეგრეთ წოდებულ რუსულ კანონებს მიეძღვნება და ვეცდებით, რომ იქ ადგილზე ჩავშთოთ ადამიანებს, რომელსაც მნიშვნელოვანი არის, თქვათ, შეამოწმოს საკუთარი თავი, რამდენად იციან ეს ახალი კანონები. ან რამდენად შეიძლება მოხვდნენ დეზინფორმაციის წრეში და შეიძლება ყველას გვაქვს ეს წარმოდგენა, რომ ჩვენზე არ ახდენს გავლენას და ვერ აქვს გავლენა პროპაგანდას. ამ დროს როგორ შემოსავად მუშაობს ეს ყველაფერი. თავად იქნება ძალიან ინტერაქციული, ასევე გვექნება რამდენიმე აქტივობა, რომელშიც მოусმენთ ჩვენს კითხველებს. ერთი ესეთი არის ღია მიკროფონის პრინციპი, სადაც შესაძლებლობა იქნება ისაუბრონ და პასუხი გასცენ იმ კითხვებს, რომელიც მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი არის და მეორე მხრივ გვექნება კედელი, სადაც რაზე უნდა ისაუბროს მედიამ ამ კითხვის ქვეშ, შესაძლებლობა იქნება დაგვიტოვონ თავიანთი მოსაზრებები, რა არის თემები, რაც მათ აინტერესებს. ასევე გვექნება კედელი, რომელშიც ჩვენივე მედიების მნიშვნელოვანი ნამუშევრები იქნება გამოფენილი და ამ კედელთან მიახლოებისას ადამიანს წარმოდგენა შეექმნება, ვინ არიან ის მედიები, რომლებიც სინათლე მედიის ქსელის ქვეშ შედიან და რა არის ის მნიშვნელოვანი თემები, რაზეც მათ უმუშავიათ. გვაქვს ასევე თავისუფალი საუბრების პლატფორმა, სადაც ასევე შეხვედრების ფორმატში ვეცდებით, რომ გავაცნოთ და მოუყვეთ ადამიანებს, რა ხდება კადრს მიღმა, რა ხდება იგივე ონლაინ სივრცეების მიღმა და როგორ მუშაობენ. მაგალითად, გამომძიებელი ჟურნალისტები, ან ველზე მომუშავე ჟურნალისტები, ან რეგიონში მომუშავე ჟურნალისტები და ვეცდებით, რომ ამ სივრცეში ვიყოთ გულწრფელები, უპასუხოთ მათ კითხვებს და ჟურნალისტებმა მაქსიმალურად მოყვნენ იმ ერთის მხრივ გამოწვევების, მეორეს მხრივ საინტერესო პროცესების შესახებ, რაც მათ ყოველდღიურ საქმიანობაში არის. მაგრამ სადაც სინათლეა ქმნის სივრცეს, სადაც გვინდა რომ ადამიანები შეხვდნენ მედიებს და ადამიანებს ჰქონდეთ ეს შეგრძნება რომ მათ უსმენენ და ჩვენც ვეცდებით რომ მაქსიმალურად მოусმენოთ და გავითვალისწინოთ